2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევის და ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებს განიხილავენ დილიდან დროებით საგამოძიებო კომისიაზე. ამ წუთებში უსმენენ დაჩიც აგურიას, მანამდე კომისიის წინაშე წარსდგა ზურაბ აბაშიძე. თბილისის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე. მანანა დევაძე პარლამენტიდან შემოგვიერთდება. ახლა პირდაპირ ეთერში მანანა გისმენთ. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია გიორგი გახარიას გამოკითხვაზე მეორედ იბარებს. კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის განმარტებით, პარტია საქართველოსთვის ლიდერს გიორგი გახარიას ერთ კვირაში 23 ივნის ჩორჩანას ეპიზოდთან და ოპოზიციაში მისი ყოფნის პერიოდთან დაკავშირებით მოусმენენ. მისი თქმით, ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსების შემდეგ დამდგარ შედეგზე გახარიას და ადგილობრივის პოზიცია, რომელსაც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 4 შაბათს მოусმინა, რადიკალურად განსხვავებულია, რის გამოც დროებითი საგამოძიებო კომისიის დღის წესრიგში კვლავ დადგა გიორგი გახარიას გამოკითხვის საკითხი. დღესვე ცნობილი გახდა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია ამ კვირაში ორის ნაცვლად 3 სხდომას გამართავს და 5 შაბათს 20 ივნისის აქციას კომისიის წევრები კიდევ ერთხელ განიხილავენ. 23 ივნისს ჩვენ გამოვკითხავთ ხელმეორედ ბატონ გიორგი გახარიას, რომელსაც შეტყობინება უკვე გაეგზავნა. ეს პროცედურა შეტყობინების ნაწილობრივ უკვე არის დასრულებული, თუმცა გრძელდება კანონით გათვალისწინებული წესის ზედმიწევნითა და სრულყოფილად დაცვის მიზნით და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი გიორგი დამატებით გამოკითხვაზე გამოცხადდება იმისათვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩორჩანის წაღლის და სხვა იმ სოფლების თემაზე საუბარი, სადაც მან გვითხრა, რომ არც ერთი სანტიმეტრი ტერიტორიის მისი ამ გადაწყვეტილებით, რომელიც საგუშაგოს განთავსებას შეეხებოდა, ოკუპირებული არ ყოფილაო. თბილისის ცენტრალურ ხელისუფლებას არ დაუკარგავს კონტროლია და ჩვენ მოვისმინეთ წაღლის მაცხოვრებლის ახსნა განმარტება წინა კვირაში, სადაც მან თქვა, რომ მთელი ტყე დაკარგა ქვეყანამ და დაიკავა ოკუპანტმა სახელმწიფომ და რუსეთი უფრო მეტად შემოვიდა ქართულ ტერიტორიაზე, ვიდრე მანამდე ჰქონდა ოკუპირებულიო. ეს ახსნა განმარტებები და ჩვენებები ერთმანეთთან რადიკალურად წინააღმდეგობაშია, ამიტომ ჩვენ ნივალია, რომ მას დამატებით კითხვები დაუსვათ. ასევე კითხვები დაისმება და ეს შეტყობინების წერილშიც მას ეცნობა 2012-2025 წლების იმ მონაკვეთთან, როდესაც ის უკვე ოპოზიციაში იყო, ეს არის მისი გადადგომიდან დღემდე პერიოდი, მათ შორის მისი და მისი პარტიის საქმიანობა საერთაშორისო ასპარეზზე და საერთაშორისო პარტნიორებთან. სხდომას 19-ში გააგრძელებს და დახურავს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ბატონი გიორგი ჭოლაძე, რომელიც 20 ივნისის აქციის დაშლაზე ისაუბრებს, ვინაიდან ის გიორგი გახარიასთან მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად იმყოფებოდა პარლამენტის შენობაში, იმ ოთახში, სადაც ბატონი გიორგი გახარია იმყოფებოდა და საიდანაც ის გასცემდა ბრძანებებს. დღევანდელ სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისია 2009 წლის 15 ივნის თბილისის მთავარ სამმართველოსთან აქციის დარბევას და ამ აქციაზე ადამიანის უფლებების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებს განიხილავს. კომისიის წევრებმა უკვე მოусმინეს თბილისის საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს ზურაბ აბაშიძეს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ოპოზიციაში იმყოფებოდა. ზურაბ აბაშიძემ კომისიის დღევანდელ სხდომაზე 16 წლის წინ განვითარებული მოვლენები ქრონოლოგიურად გაიხსენა. მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ აქციების მორიგი ტალღა 2009 წლის აპრილში დაიწყო და ფართო მასშტაბიანი მშვიდობიანი დემონსტრაციები პარლამენტთან და საზოგადოებრივ მაუწყებელთან იმართებოდა, რის შედეგადაც გადაიკეტა გზები და აქციის მონაწილეებმა დადგეს კარვები. მისი თქმით, 12 ივნის პარლამენტის სხდომა ჩაინიშნა, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა ეგრეთ წოდებული სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს და იმ
დღევანდელი პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ავტომობილს გზა გადაუკეტეს, რა დროსაც მოხდა რამდენიმე ინციდენტი. შედეგად მოგვიანებით აქციის მონაწილეები სახლში დააკავეს და თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. 15 ივნისს კი მათ მხარდასაჭერად გაიმართა სპონტანურად აქცია თბილისის მთავარ სამმართველოსთან და ამ აქციაზე მივიდნენ ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის ზურაბ აბაშიძე, დავით გამყრელიძე და სალომე ზურაბიშვილი. როგორც ზურაბ აბაშიძე იხსენებს, აქციის დარბევა ძალისმიერი მეთოდებით სპეცრაზმა სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყო, რა დროსაც დაშავდნენ აქციის მონაწილეები და პირადად ისიც, როგორც აბაშიძე ამბობს, მას 3 ნიღბიანი სპეცრაზმელი ხელკეტებით სცემდა, რის შედეგადაც ტვინის შერყევა მიიღო. გარდა ამისა, გაუწყდა ცხვირი და ჩაიმტვრა კბილები. მისი თქმით, ამ ცემის შედეგად გონება რამდენჯერმე დაკარგა. და ხარი დაგვეჭირა ახალგაზრდები მარტო არ ყოფილიყვნენ და გამოვარდნეს ხელკეტებით და თავს საიდან გამოვარდნენ? უკანა მხრიდან პოლიციის უკანა მხრიდან გამოვარდნენ და თავს დაგვესა და უოწყალოდ დაგვიწყეს ცემა რა ახალგაზრდების და ჩვენი პოლიტიკური ლიდერების. ტვინის მხრივ ესეთი სერიოზული დაზიანების ნიშნები ვერ აღმოუჩინეთ. ცხვირის ძვლები აქვს დამტვრეული და კანქვეშა ჰემატომები და ჰემოსინუსიტი აქვს. ეს არის ის მძიმე დღე, როდესაც ჩვენ ყველამ ტელევიზიით ვინც იქ არ ვიყავით, ვიხილეთ თუ როგორ დაგესხათ თავს ხელკეტით შეიარაღებული პოლიციელების ჯგუფი. ნებისმიერი აქცია, რომელსაც ატარებდა იმ პერიოდში ოპოზიცია, ეს იყო დაწყებული ნოემბრამდე, მერეც იგივე აპრილის ეგრეთ წოდებული საკრების ქალაქი ეხსომებათ. აცეთი სამართალდარღვევა არ განხორციელებული იყო. მე არ მახსოვს ყოველ შემთხვევაში, რომ ვინმეს კანონი დაერღვია. ეს იყო სრულიად ჩვიდობიანი, იყო აბსოლუტურად თავისუფალი და იყო ორიენტირებული იმაზე, რომ მაქსიმალურად გვემხილებინა როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ ეს სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ერქვა. და ქვია დღესაც სალომე ზურაბიშვილიც მაგ პერიოდში საკმაოდ აქტიური პოლიტიკური ფიგურა იყო, სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში იდგა და მათ ხომ ერთად ვიყავით ყველანი. დაახლოებით 2 თვის მანძილზე, როდესაც უკვე ეს აქციები მიდიოდა, პარლამენტის შენობა პარალიზებული იყო, იმიტომ რომ აქ არანაირი ხდომები არ ტარდებოდა, იმიტომ რომ იყო აქციები. ეწყობოდა ეგრეთ წოდებული სიცხვილის კორდონი. პარლამენტის თავმჯდომარეში დავით ბაქრაძე იყო და მის მანქანას რაღაც წინაღობა შეუქმნეს ახალგაზრდება და ამას მოყვა ძალიან სერიოზული აღშფოთება, რომ როგორ შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის წევრებს არ ატარებენ და ასე შემდეგ. ამერიკის საელჩომ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები წუხსოვს რაპორტესტო აქციის ზოგიერთი ლიდერმა ადამიანებს და მათ ქონებაზე მიტანილი იერიშს ხარი დაუჭირა. ხსენებულმა თავდასხმებმა ხელი შეუშალა ოფიციალური პირების საქმიანობას და გადაკვეთა ხაზი, რომელიც აზრის გამოხატვის, თავისუფლებას და კრიმინალურ ქმედებებს შორის არის გავლებული. ეს აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას. ასევე მავს ხელთ საქართველოს საფრანგეთის ელჩი, რომელიც გახლავთ ბატონი ერიკ ფურნიემ განაცხადა, რომ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატებს ქვები ესროლეს, დემოკრატიას შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე შეურაცხყოფა მიაყენეს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს, რომელიც საქმის გასარკვევად ადგილზე მივიდა. ჩვენ მოუწოდეთ ყველა პოლიტიკურ პარტიას თავი შეიკავოს ძალადობის პროვოკაციისაგან. პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებდნენ, დიახ. ასევე უნდა ითქვას, რომ აი ესეთი განცხადებები მე ვფიქრობ იყო უკვე მწვანე შუქი სააკაშვილის რეჟიმისთვის და მისი ხელისუფლებისთვის. სახეზეც ვიცან, ერთი იყო ახალაია და მეორე სანაძე, რომელსაც ჰქონდა ტირისტოპი და ესროდნენ პირდაპირ ახალგაზრდებს. ერთობოდნენ ხო რაღაცა წეებს ესროდნენ ახალგაზრდებს და აბსოლუტურად ეხლა ეს იყო ძალიან პროვოცირებული. ვინ იყო ამ დროს დათა ახალაია? ვერ გეტყვით, თანამდებობა ალბათ იყო მაღალჩინოსანი უშიშროების მაღალჩინოსანი. 2012 წელს რომ გავიმარჯვეთ არჩევნებში, მე ამდენივე ჩემი განცხადება, რომელიც ასევე ეთერში განაცხადა და მათი მამაც მოიხსენეთ, სასამართლოში მიჩილა მამამისვამ რაღაცა ცილის წამებისთვის და სასამართლოშიც ვიყავი დაბარებული ამის გამო. ვით დამთავრდა ეს პროცესი? მგონი არ ვიცი, მე აღარ მიმიქცევი ყურადღება, მაგრამ არ დაუძახიათ ჩემთვის სასამართლოში. ხო, ისე საერთოდ ბაზარი როლანდი ძალიან გულჩვილი და მოწყობილი.
რაც დავინახე, იმას ყვები, დიახ. ესეთი ბაქრაძის მიმართ ძალადობა და რაიმე განხორციელება მე არ მახსოვს. ახალგაზრდებმა, რომლებიც ებრძოდნენ სააკაშვილის რეჟიმს. კი ბატონო. ერთადერთი რაც გააკეთეს იყო რომ პარლამენტის თავმჯდომარე მანქანით გამოდიოდა პარლამენტის შენობიდან და მას გზა გადაუღობეს. დიახ, ჩემი ინფორმაციით, დიახ ეს იყო. და თქვენ ჩათვალეთ საჭიროთ რომ სულიყავის ცოტა უფრო მაღლა რუსთაველიდან ზევით და მიიღეთ განმოხტვაში მონაწილეობა როგორც პოლიტიკოსმა. ამის მერე რა ხდება? იგებთ რომ ხდება ამ მივარდნების ახლებში ამ ახალგაზრდებთან და მათი დაკავების ცდილობები. მე მიკავშირდება როგორც მახსოვს დავით გამყრელიძე, მაშინ ახალი მემარჯვენეების პოლიტიკური ლიდერი იყო, თავმჯდომარე ამ პარტიის და მეუბნება რომ აი ჩვენმა ახალგაზრდებმა რომელსაც ესე დაძდევენ და უნდა მივიღეთ გადაწყვეტილება რომ მივიდეს დედაქალაქ თბილისის სამმართველოსთან დიღომში და აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია გამართონ და თქვა რომ აი ჩვენ აქა ვართ და არსად არ ვიმალებით და თუ რამე კანონი გვაქვს დარღვეული აგერ კი ბატონო მზათა ვარ დაგკითხეთ მეც მივედი იქ დამხდრენ თორეთ მახსოვს და დავით გამყრელიძე და ღალბატონი სალომე ზურაბიშვილი დარბევა უნდა დაიწყოს მე შევშფოთდი და ამდენი მის და მეთქი რასაკეთებთ ეს რა ხდება რას ვაშავებთ და ნუ ამოვიდა უბრალოდ ერთი ხმაგი მომესმა რომ აი აბაშიძეა და ეს აუცილებლად უნდა გაუსწორდეთ ეს და მე უკვე მე გონებას ვკარგავ იმიტომ რომ არა მარტო სახეში არეში ვიღებ ამ ძიმე დაზიანებებს ხელკეთით არამედ ნუ სხვა სხეულის სხვა მიდამოებში რა ტიპის დაზიანებები მიიღეთ ცხვირის ძვლების მოტეხილობა კიდევ კბილები რომელიც ჩაგიმტრიეს რეალურად ასე უნდა ითქვას დაბეჟილობები მრავლობითი თავში გირტყეს ხო ტვინის შერყევა გქონდათ იმიტომ რომ მე თვეზე მეტი ვიყავი სამონტყოფოში რამდენიმე დღე დამტოვეს და მე ვიყავი უკვე სახლის რეჟიმში ვერ ვდგებოდი პრაქტიკულად დღეს როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას მე მომიწია კიდევ რამდენიმე ოპერაციის გადატანა იმიტომ რომ მე ძალიან და სახეზე ცხვირის ბუნებრივი იმიტომ რომ ძალიან გამიჭირდა მე რაღაცა ბუნებრივი სულთქვა და ასე შემდეგ დროებითი საგამოძიებო კომისია ამ წუთებში 2009 წლის 15 ივნისის აქციაზე და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ადამიანის უფლებების კონკრეტულ დარღვევებზე დაჩით საგურიას უსმენს. მადლობა მანანა დევაძე იყო პირდაპირ ეთერში